თავად ვიყავი ამ ქორწილის სტუმარი და მინდა გაგიზიაროთ რეალურად რა მოხდა იქ. მინდა რომ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილო ყურადღება. ამ თემაზე საუბრისას მკაფიოდ მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ ჩემი მიზანი ძალადობის გამართლება არ არის. ძალიან არასწორია რეალური კონტექსტის იგნორირება და მხოლოდ ამოგლეჯილი ფრაგმენტებიდან დასკვნის გამოტანა. ქორწილი იყო დაწყებული მხოლოდ 1 საათის, როდესაც აივნიდან გადმოდგნენ დამსვენებლები და დაიწყეს ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენება. წუთის განმავლობაში ისინი აივნიდან აკეთებდნენ დამცინავ კომენტარებს და ჩვენ ამ ყველაფერზე თავიდან არ გავეცით არანაირი პასუხი, რადგან ვფიქრეთ, რომ გოგოები ნასვამები იყვნენ და რამდენიმე წუთში უბრალოდ დაღნარდებოდნენ, დამშვიდდებოდნენ და შევიდოდნენ უკან ნომერში. იმის შემდეგ, რაც ეს სიტუაცია აღარ გაჩერდა, შემდეგ უკვე ჩვენმა მეგობარმა გასცა მას პასუხი, რაც თქვენ უკვე ვიდეოში იხილეთ, ეუბნებოდა, რომ თქვენ არ ხართ თქვენ სახლში და სთხოვდა, რომ შესულიყვნენ უკან ნომერში. სამწუხაროდ იმ მომენტში არავის არ ჰქონდა ტელეფონი მომარჯვებული, რომ დაგვიღო როგორ ასხავდნენ ზევიდან სხვადასხვა სახის სითხეებს, მაგრამ არსებობს 150 მოწმე, არსებობს მომღერალი, რომელსაც თავზე დაესხა, არსებობს აპარატურა, რომელიც გააფუჭეს. არაერთი კომენტარი დაიწერა ჩემ Instagram პოსტზე, რომ თურმე ჩვენ არავის თავში აზრად არ მოგსულია, რომ სასტუმრო საქმის კურსში ჩაგვეყენებიან, ან პოლიციაში დაგვერეკა. მინდა გითხრათ, რომ იქ არავინ, არც ერთი ჩვენგანი არ ყოფილა ისეთი კატეგორიის ადამიანი, რომელსაც პოლიციაში დარეკვა უტყდება. ყველა შესაძლო გზა გამოვიყენეთ, რომ რეაგირება მომხდარიყო, თუმცა ყველაფერთან დაკავშირებით შემდეგ უკვე გამოძიება დაადგენს, ვინ რა ნაბიჯი გადადგა. მინდა რომ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილო ყურადღება. რასაც ადამიანი იმყოფება ხანგრძლივი პროვოკაციის ქვეშ, როდესაც გაყენებენ შეურაცხყოფას, შენ სტუმრებს, შენ ქვეყანას, საკუთარი ძმის ქორწილში. როდესაც ადამიანი იმყოფება ხანგრძლივი ემოციური დაძაბულობის ქვეშ, ზუსტად ამ დროს ვითარდება ეგრეთ წოდებული აფექტის მდგომარეობა. და ზუსტად ასეთ დროს შეიძლება მოხდეს ის, რაც მოხდა. და ზუსტად ასეთ დროს შესაძლებელია, რომ ადამიანმა დაკარგოს თვითკონტროლი და მოიქცეს იმპულსურად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანის ქცევა, ან მისაღები, ან მოსაწონია, მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიური ფაქტი, რომლითაც შეიძლება ის ყველაფერი აიხსნას. როგორ აღმოჩნდა ადამიანი ისეთ მდგომარეობაში, სადაც თვითკონტროლი დააკარგინეს. როგორ ფიქრობთ, საკუთარი ძმის ქორწილში რა მდგომარეობამდე უნდა მიგიყვანონ ადამიანი, რომ გააკეთო ის, რაც თქვენ ვიდეოში იხილეთ. მოვანი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი რამ: ახსნა და გამართლება. რასაც საუბრობთ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ჩვენ არ ვამართლებთ იმას, რაც გააკეთა, მაგრამ ვცდილობთ გავიგოთ, რატომ მოხდა ეს. ეხლა ალბათ იფიქრებთ, რომ ყველა კაცი იმყოფება აფექტურ მდგომარეობაში, როდესაც ქალზე ძალადობს. რა თქმა უნდა, არა. ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალადობენ სისტემატურად და ეს არის მათი ქცევის ნაწილი. აშინებენ საკუთარ ცოლებს, შეყვარებულებს და ასე შემდეგ. არსებობს სრულიად განსხვავებული სიტუაციები, როდესაც ადამიანი ძლიერი ემოციური გავლენის ქვეშ იმყოფება, კარგავს თვითკონტროლს. და მინდა გითხრათ, რომ ამ ორი სრულიად განსხვავებული სიტუაციის ერთმანეთთან გათანაბრება არის ძალიან არასამართლიანი და არაპროფესიული საქციელი. ამიტომ მოდი დაველოდოთ ფაქტებს და წინასწარი დასკვნების გამოტანისგან თავი შევიკავოთ, პატივი ეცით ოჯახს და პატივი გვეცით მეგობრებს, რომლებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით მომხდარი ფაქტის გამო.